Fentanyl არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სინთეზური ნარკოტიკი, რომელმაც საქართველოს შავ ბაზარზე რამოდენიმე წლის წინ შემოაღწია და მისი მთავარი საფრთხე უხილაობაშია, რადგან ხშირად მომხმარებელმა არც კი იცის, რომ მას მოიხმარს. Fentanyl ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფინზე 100-ჯერ უფრო ძლიერ მოქმედი ნივთიერებაა. შესაბამისად, უკიდურესად მცირე დოზასაც შეუძლია სასიკვდილო შედეგის გამოწვევა. საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ნარკორეალიზატორები ფენტანილს მასობრივად ურევენ სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ საკლუბო ნარკოტიკებში. ამიტომ ადამიანი, რომელსაც გონია, რომ ენერგიის მოსამატებელ სტიმულანტს იღებს, რეალურად ორგანიზმში ოპიატის უძლიერეს ლეტალურ დოზას უშვებს. Fentanyl ცენტრალური ნერვული სისტემის უძლიერესი დეპრესანტი. ის ბლოკავს ტკივილის სიგნალებს და ტვინში დოფამინის დონეს ხელოვნურად სწევს, რაც იწვევს მოდუნებას და მძლავრ ეიფორიას. თუმცა ეს ეფექტი სასიკვდილო ხაფანგია. Fentanyl აიძულებს ორგანიზმს, რომ სასიცოცხლო ფუნქციები კრიტიკულად შეანელოს. ზედოზირებისას მომხმარებელი კარგავს გონებას, გუგები წერტილოვანი ხდება, კანი ცივდება და მოლურჯო ელფერს იღებს. იმის გამო, რომ სუნთქვა ფაქტიურად ჩერდება, ტვინი ჟანგბადის გარეშე რჩება. რამოდენიმე წუთში დგება შეუქცევადი კომა, ტვინის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი. საქართველოში დაფიქსირებული ახალგაზრდების უეცარი აუხსნელი ზედოზირებების უკან ხშირად სწორედ ფენტანილით დაბინძურებული კლუბური ნარკოტიკები დგას. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ნაკლებად საშიშ კლუბურ ნარკოტიკს იღებთ, მაგრამ მასში გარეულმა ფენტანილმა შესაძლოა ეს სახალისო ექსპერიმენტი სასიკვდილო შედეგით დააგვირგვინოს. Fentanyl არ ტოვებს შეცდომის დაშვების უფლებას და არ იძლევა მეორე შანსს. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უხილავ საფრთხესთან გვაქვს საქმე. თუ კი ადამიანი მაინც მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, აუცილებელია მოხდეს ნივთიერების ტესტირება სპეციალური ტესტერის მეშვეობით, რათა გამოირიცხოს მასში ფენტანილის თუნდაც მცირე შემცვლელობა. ნარკოდამოკიდებულების რეალური ზიანის შემცირება, სიმართლისთვის თვალის გასწორებით და მოქალაქეების ინფორმირებით იწყება. ფედერალისტების მიზანიც ეს არის. მოგცეთ ცოდნა, რომელმაც შესაძლოა ხვალ თქვენი ან თქვენი მეგობრის სიცოცხლე გადაარჩინოს.